მოგესალმებით, მე ვარ შორენა ბიჭიკაშვილი. ეს გადაცემა თავისუფალი თემაა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ანი ბალამწარაშვილი, მაყურებლის დიდი ნაწილი მას კარგად იცნობს, ის ბელგიიდან გვერდება, ის არის აგრეთვე ქართულ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. მოგესალმებით ქალბატონო ანა და დიდ მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის და იმისთვის, რომ გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. მოგესალმებით და დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო უშუალოდ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი კობახიძემ დაგვიანონსა, ხომ? ეს არის 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 3 წლით და 1 წლით განსაზღვრა, ასევე ქალაქების მიხედვით იქნება ფაკულტეტები. იმ შემთხვევაში თუ ეს რეფორმა განხორციელდა, ხომ? ისიც ვიცი, რომ თქვენ ხართ საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით, თქვენი საჯარო პოსტებიც ვნახეთ და თქვენი შეფასება მინდა პირველ რიგში ქალბატონო ანა. უღრმესი მადლობა, რომ ესეთი რაღაცა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგა სახელმწიფო და თქვენ ესე ოპერატიულად აშუქებთ ამ თემას. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ გავკადნიერდები და რაღაცნაირად დავიწყებ განათლების სისტემაზე საუბარს, რადგან ჩვენი შვილების თაობას ეხება და ჩვენი შვილები ფაქტურად რჩებიან განათლების გარეშე. ჩვენ შვილებში გულისხმობ შეჭირვებულ ხალხს, რომელთაც არ აქვთ ამის საშუალება, რომ მე-12 კლასი სადღაც თურმე უცხოეთში წავიდნენ და იქ დაამთავრონ. 2005 წელს ვიცით, რომ საქართველოს შეუერთდა ბოლონიის პროცესს და 12 კლასის განათლება სწორედ ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი თანამდებია, რომ შემდეგ პირობაა, რომ შემდეგ ევროპაში გააგრძელონ განათლების მიღება ახალგაზრდებმა, სამეცნიერო ხარისხები დაიცვან, მაგისტრატურა დაასრულონ და ასე და შემდეგ და შემდეგ, ანუ გაიზარდონ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და შემდეგ უკვე გამოადგნენ ჯერ საკუთარ თავს და მე ქვეყანას, ხო? მე მინდა პატარა სულ-მცირედი გადახვევა გავაკეთო, რადგან გახსოვთ ალბათ შარშან იყო, როცა გამოცხადდა რუსეთში უმაღლეს სასწავლებლებში მიღება, ვისაც გინდათო, ვისაც გსურთო ჩაბარებაო და იქ ხალხი არ იყო ესე რომ თქვათ სიმართლე უნდა ეთქვას ცოტა, ანუ ხალხმა გადაწყვეტა, ადამიანებმა გადაწყვეტეს, რომ რატომაც არა წავალ და რუსეთში მივიღებთ განათლებას, ხო? ეს იყო ტესტი, რომელიც გააკეთეს შარშან და დღეს უკვე გადავედნენ მოქმედებაზე, პრაქტიკულად ამის განხორციელებაზე, ხო? მე როგორც ქართველი ჩემ თავზეც ვიტყვი და საერთოდ ვიტყვი, რომ ჩვენ რაღაცა შენელებულები ვართ ესეთ გზნობიარე თემებთან მიმართებაში და ვფიქრობთ, რომ აი ამას არ გააკეთებენ. არა, ამას როგორ გაიზამნა, არა, რას ლაპარაკობთ, ამას როგორ გააკეთებს ის ხელისუფალია თუ ის ადამიანია თუ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც უშუალოდ პირადად ჩვენ არ გვეხება, რაღაცნაირად ვიცით ხოლმე რა, რომ ანუ სხვისი ჭირი ღობეს ჭხილივით, მაგრამ ეს არის შემთხვევა, როცა მე ვფიქრობ, რომ არც ერთი დედა, არც ერთი პედაგოგი, არც ერთი აბიტურიენტი დღეს ვინც არის და ვინც შეხედან ამ სკოლებში არ უნდა ფიქრობდეს იმას, რომ არა, ეს მხოლოდ ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, არა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღევანდელი ჩემთვის მიუღებელი და არა ხელისუფლების, მე ვამბობ დროებითი, ესე ვთქვათ, მართვაში აღებული აქვს ხელისუფლება, დღევანდელ არალეგიტიმურ მთავრობას და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა არ ვიცი, რისთვის ჭირდებათ, მაგრამ დაიწყონ საქართველოდან. და ფაქტურად მიდის ეს პროცესი, ხო? ხო, ეს უნდა მეკითხა, ეს არის იმ პროცესის ნაწილი, რაც იწერება, რა გეგმაციდება ალბათ კრემლში. დიახ, რა თქმა უნდა, აბარა ესენი არიან უბრალოდ გავრილოვის და დუგინის და აი ესეთი ნაძირლების ხელის ბიჭი გოგოები, ესე წამოსარტყმელები, ასე გაიხადეს საკუთარი თავები და ანუ გადაწყვეტეს, რომ საქართველო უკვე მზად არის და ანუ საქართველოს მოსახლეობა, უკაცრავად საქართველო არასდროს არ იქნება ამისთვის მზად, არც მოსახლეობა, ამაში 1000%-იანი ვარ დარწმუნებული, რომ რუსის ჩექმა შემოვიდეს და იმ ჩექმას ის ჩექმა აპრიალონ ეგრეთ წოდებულმა მათთვის მისაღებმა საქართველოს წარმომადგენელმა ქართულმა ხალხმა. ეხლა მე სანამ თქვენთან საუბარს დავიწყებდი, იმასაც ნახულობდი, ანუ რაღაც კომისიაში ადგინეს და ვინ არის იმ კომისიაში, ხო? კომისიაში ვინც არის, სულ ყველას აქვს განათლება მიღებული ევროპაში, ამერიკაში.
და ესენი ეხლა უკვე ზემოდან უცქერიან იმ ადამიანებს, თურმე ვისთვისაც წვალობენ და იღებენ ამ რაღაც ახალ რეფორმას ატარებენ და ეს თურმე ხალხზე გათვლილი და ხალხზე ზრუნვის და კეთილი განზრახვის რეფორმა. ეს არის პირდაპირ დასამარება განათლების სისტემის, რადგან ვის ვერ უმკლავდებიან ამ დრომდე განათლებულ ახალგაზრდებს. ვინ გამოკეტეს ციხეებში განათლებული და ინტელიგენტი ადამიანები. მათთვის რამდენადაც მიუღებელი უნდა იყოს და დასცინიან, ნებისმიერ პატიმარს დასცინიან ისინი და ნებისმიერ ადამიანს დასცინიან, რა თქმა უნდა, ვინც ახლა დღეს ციხეში ყავთ შესახლებული უკანონოდ, მაგრამ პირდაპირ მიმართულებაა ეს, რომ გამოვიდნენ ბოლონიიდან, გამოაცხადებენ, რომ ჩვენ გამოვდივართ ბოლონიის პროცესიდან. ამ ყველაფერს წინაპირობად ისიც უძღვოდა და უძღვება, რომ აბსოლუტურად გაუგონარი ენით ესაუბრებიან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპელებს და ამერიკელებს. ეხლა ცოტა ამერიკელებთან რაღაცა შეარბილეს ეთყობა რაღაც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი დავით ალბათ გონებაში ელოდება უნდა დაურეკოს ტრამპმა. მაგრამ როცა მიხვდებიან რომ ტრამპიც აღარ ურეკავს, რა თქმა უნდა, ლირიულად, ну მე უკვე ალბათ ტრამპსაც მიადგებიან და ეტყვიან რომ აი შენ deep state-ის მონახარ, ასეთი ხარ, ისეთი ხარ, იმნაირი ხარ, ამნაირი ხარ. მარტო ის რა დღის რომ აგერ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დააჯარიმეს. აი ხო რაღაც აბსურდებზე ვსაუბრობთ, ხო გაუგონა რაღაცებზე ვსაუბრობთ. ამათ ჭირდებათ გაუნათლებელი სწორედ ისეთი მაპატიოს ხალხმა და ბრბო, რომელიც ამ წუთში ყავთ მათ თავიანთი ამორჩევლის სახით და ეს ბრბო უნდა გაიზარდოს, გაბევრდეს და როგორ იქნება ეს გაღარიბება დაიწყეს და გაღარიბებულია ფაქტიურად ქვეყნის ესე ვთქვათ 70% 30 ცხოვრობს კარგად. ბავშვებს რამდენი შიმშილით ბავშვები იხოცებიან, აი რამდენი, რავი, ციფრი აღარ მინდა თქვენ, ძალიან ტკივა ეს ყველაფერი. მათი შვილები სამაგეროდ ისწავლიან და მათ ფული აქვთ და მიიღებენ უცხოეთში განათლებას და ეს ფული მიიღეს საქართველოს ბიუჯეტიდან. მიითვისეს იმ ხალხის ფული, რომელთა შვილების განათლებას გამოჰყავთ ბოლონიის პროცესიდან და შეყავთ ეგრეთ წოდებულ, რა ვიცი, რუსულ მარაზმში. ეს თქვენ ისაუბრეთ მათ მიზანზეც, რა მიზანი აქვთ. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ რას ნიშნავდა, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში დღეს ძალიან აზრთა სხვადასხვაობა იყო. სამწუხაროდ დიდი ნაწილი მოსახლეობის მოქალაქეების, რა კარგია, ერთი წელი ტყუილად დადიოდნენ სკოლაში, მაგრამ რეალურად ვერ ხვდებოდნენ რასთან გვაქვს საქმე, სამწუხაროდ ასია. და არა თუ ერთ წელთან იყო აქ საქმე, აქ რამხელა პროცესებია, ხომ? აი მაყურებელს, აი თქვათ მაგალითად ავიღოს, რას მივიღებთ ამით 10 წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ ამგვარი რეფორმა გატარდა? 10 წელი არ გჭირდება გალოტონაშორნა, ავიღოთ მომავალი წელი. და უკვე გაუქმდა მე-12 კლასი, ჩავეხსენით ამ ბოლონიის პროცესს და თქვენ წარმოიდგინეთ რა მოხდება იმ ბავშვების ახალგაზრდების ცნობიერებაში და ცხოვრებაში, რომლებსაც ასე ერთი ხელის მოსმით მათგან დაუკითხავთ, დაამხეს თავზე მომავალი, დაუნგრიეს ცხოვრება. შემდეგ უკვირთ რატომ გამოდის ხალხი და თურმე რაღაცა რა აბსურდზე ლაპარაკობენ, აბა ყვავილები მივართოთ და ისე დავიჭიროთ. მე პიროვნებებთან მაქვს ამ შემთხვევაში საქმე, ხელისუფლებას ვინც წარმოადგენენ. ძალიან ცინიკურად და არაფრის აი როგორ თქვა, იცით, აი გატოლებული ხავთ მოსამსახურე პერსონალთან საქართველოს მოსახლეობა. ამიტომაც იგდებენ აბუჩა და ამიტომაც კადრებენ იმას, რასაც კადრებენ. თუნდაც აი ის რომ დღეს კიდევ კითხულობდი რომ რაღაც გორელი რაღაც სპეციფიკური ცუდად მომხდა ყურში რომ პედაგოგები ყოფილან სანქტ-პეტერბურგში და ისეთი ნაყოფიერი ტრენინგები ჩატარებულა იმ სანქტ-პეტერბურგში რომ აი რა ვიცი აღფრთოვანებული დაფრინავენ თურმე იმის შემდეგ უკვე სკოლებში შეფრინდებიან და გამოფრინდებიან. რამდენად ტკივილიანია, რამდენად მიუღებელია, რამდენად ამაზრზენია პედაგოგის ეს ნაბიჯი იმ ქალაქიდან, რომელსაც ბომბავდა რუსი ოკუპანტი. მიდის და თან უტიფრად აცხადებს, რომ თურმე დიდი რაღაც შენაძენი ჩამოიტანა სანქტ-პეტერბურგიდან. და მანამდე არ ქონდა მას ეს ყველაფერი, ისე ასწავლიდა სკოლაში. მე პირადად ეხლა რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია, ფეხს არ შევადგმევინებდი ასეთ პედაგოგებს სკოლაში და ასეთ პედაგოგებს მე რომ დედა ვიყო, ჩემს შვილს არ ვამდობდი.
არც ერთ შემთხვევაში არ ეს არის არამდგრადი ფსიქიკის ადამიანები. დღეს იმან დაუძახა იქ წავიდა, ხვალ ის დაუძახებს იქ წავა. ამ დროს პედაგოგიკა ძალიან სხვა რა, მე პედაგოგის შვილი ვარ და ზუსტად ვიცი, აი რა ვიცი, დედაჩემი როგორი პედაგოგია. ანა, აქვე მინდა გკითხოთ თქვენ, ერთია რომ გვაქვს 12 წლიანი სწავლება, ისე ვთქვათ იმ ერთ წელზე ვსაუბრობ, მაგრამ აძლევს, რას ფიქრობთ, თქვენ გაქვთ ემიგრანტებთან მჭიდრო კონტაქტი, იცით ევროპული განათლების სისტემა, იცით ქართული, აძლევს თქვათ ჩვენი სკოლები იმას, რომ პასუხობდნენ ევროპულ განათლებას, იმდენ ცოდნას. იცით როგორ არის რეალობა არის ესეთი და სიმართლე ის არის რომ მე-12 კლასში ფაქტურად ბავშვები არ დადიოდნენ და ემზადებიან ხო ყველა დადის რეპეტიტორთან და კერძოდ ემზადებიან ყველას არა აქვს ამის საშუალება და რეგიონებში თან ძალიან კარგი ახალგაზრდობა ყავს ქვეყანას აი ძალიან კარგი ახალგაზრდობა ყავს განათლებული რაღაცნაირად გრანტები არსებობს და გაცვლითი პროგრამები არსებობს აგერ 4 ბავშვია ახლა ჩამოსული ბელგიაში ამ გაცვლითი პროგრამით რაღაცა ეხმარებოდნენ ემიგრანტები თავიანთ შვილებს რომ იქ დაბადებული გაზრდილა 12 კლასს რომ დაამთავროს შემდეგ წაეყვანათ და სადაც დედა იყო მაგალითად იმ ევროპულ ქვეყანაში გაეგრძელებინა სკოლა ან დააუშვათ ჩააბარებდა და შემდეგ პირველი კურსიდან უკვე წამოიყვანდა და მის შვილს თავის გვერდით ასწავლიდა ეს გაადვილებული პროცესი იყო და ჩემს ხელში ძალიან ბევრი ბავშვებს გაუვლია და გადიან დღემდე ამ გაცვლითი პროგრამები და დღეს ბელგიაში და ბრიუსელში ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის და დარჩენილი და დასაქმებული იგივე ევროპულ სტრუქტურებში სწორედ ამ ბოლონიის პროცესის წყალობით. და წარმოიდგინეთ ახლა ადამიანი გამოდის და ამბობს რომ ვისაც უნდა მე-12 კლასი წავიდეს და უცხოეთში დაამთავროს. რას ნიშნავს ეს იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელნიც, აი რა ვიცი, რა ვთქვა, აღარ ვიცი 85 წლის ქალი გარეთ ზის ბებია და შვილიშვილს ლიმონის გაყიდვის შედეგად უგროვებს თანხას, რომ რაღაცის თანხა გადაიხადოს, ან თუნდაც ფეხში შველმა არ იგავს ბებია. დედმამა ყავს ამ ახალგაზრდას ან დედა ყავს უბრალოდ ხშირ შემთხვევაში დედები არიან ხოლმე ემიგრაციაში და იმ დედის კისერზე გადადის ის იქნობამდე სანამ სიქა არ გაეცლება რომ იტყვიან და გვაქვს შემთხვევები რომ ემიგრაციიდან თავის ფეხით კი არა და გადაუსვენებიათ ხოლმე სახლში რომ უკვე იმდენი მუშაობის და ცხოვრებისგან დუხჭირი ცხოვრებისგან აკიდებული ტვირთის გამო ვეღარ ძლებს უკვე ეს ემიგრანტი ქალბატონი ოჯახი უნდა თავისი მიწა უნდა წყალი უნდა იქ უნდა თავის ენებთან მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ აი შვილებს განათლებას ვაძლევთ რაღაცას უქმნით და რაღაცის ვიხარჯებით ну ბოლომდე არიან ამ ემიგრაციაში რომ სანამ შვილს ფეხზე არ დააყენებენ ხო ემიგრანტები ინახავენ დიდწილად ამ ქვეყანას. აქ მივდიოდი ხა კალკულატორში, ემიგრანტებსაც გვიწოდეს, აი გუშინ წინაც იყო ეს მომენტი, გუშინ აღარ მახსოვს ყველა დღე რაღაცეთი ხდება, რომ თურმე ჩვენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ჩვენ აგენტებად უნდა გამოგვაცხადონ, ჩვენ არ ვარგივართ. რა ვიცი, მართლა არ ვარგივართ ალბათ, იმიტომ მე ვეთქვი ყველა ემიგრანტს ასე თქვენი ეთერით დღესაც რომ აი ამას რომ გვიბედავენ მართლა არ ვარგივართ და რომ არ ვაყენებ დღის საკითხში გაფიცვას თანხის აღარ გაგზავნის გამო. მუშაობა მიდის ამ პროცესზე, მინდა გითხრათ და ნახოთ რა გამოგვივა და გავაკეთებთ ერთკვირიან ბოიკოტს და არ შევა საქართველოს ბიუჯეტში არანაირი თანხა. ნახოთ რამხელა ძალა არიან ემიგრანტები და რა ხქვია ემიგრანტების გვერდით დგომას ქვეყნისთვის და არა ვიღაცა ჩინოვნიკებისთვის. ანუ ვინ იჩაგრება ჩვეულებრივი მოკვდავნი, მოდით ესე ვიტყვი, რაღაც დაყოფილება ყავთ ქვეყანა, ჩვეულებრივი გლეხი ადამიანის შვილი, ჩვეულებრივი მოქალაქის, თუნდაც ინტელიგენტის, თუნდაც პროფესორის, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, ვისაც არ აქვს მოხვეჭილი და არ აქვს მითვისებული რაღაცა გარკვეული თანხა და მოპარული საიდანღაც, რომ შემდეგ ის შვილის განათლებას მოახმაროს, ხო? მათი შვილები არ დაიჩაგრებიან. მათ აქვთ ბიუჯეტის გაძარცვული აქვთ, მიტაცებულიც აქვთ და ზედმორგებულიც აქვთ კანონი და ყველაფერი. მათი შვილები გააგრძელებენ მე-12 კლასებში, თუ რა ვიცი, მე-12 წელს სწავლას სადღაც უცხოეთის სკოლებში. რა ქნას იმ საწყალმა ადამიანმა, რომელსაც არ აქვს ამის საშუალება. იმის საშუალებაც კი არ აქვს ზოგიერთ ოჯახს, რომ თბილისამდე გაუშვას შვილი, რომ იქ ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში და მე ვიცი, მე ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი და ძალიან ბევრი ადამიანის გვერდით დავდგარმართ ჩვენ ასეთ შემთხვევაში, ახალგაზრდის გვერდით ემიგრანტები და გავაგრძელებთ კიდეც, მაგრამ აქაც ახალი ამბავი გამოგვიცხადა ახლა, რომ ერთი ფაკულტეტი ერთ რეგიონში. აი
რატომ? აი რატომ? ეს რას ემსახურება თქვენი აზრი, თქვენი შეფასება? დაცვას, გაშლას ახალგაზრდობის და დაფანტვას. რომ მოხდეს და პროტესტის რაღაცა ფორმა გაჩნდეს და ვიღაცას რაღაცა არ მოეწონოს, აი სადღაც რეგიონში რომ არის უკან სადღაც სიღრმეში, იქიდან თბილისამდე ან დაეზაროს, ან არ ჩამოვიდეს. ყველაფერი მიდის პოლიტიკური პროცესების გასანეიტრალებლად. იმ პროცესების რაც დღეს ხდება და იმ პროტესტის წინააღმდეგ რაც დღეს ხდება. ეს აღარ არის უკვე ეს გაცდა პოლიტიკას უკვე და ეს არის პიროვნული ანგარიშწორება საკუთარ მოსახლეობასთან და საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდობასთან. მაშ რატომ დაამთავრეს თვითონ, რატომ წავიდნენ, რატომ ისწავლეს, რატომ ყავთ შვილები? აი რატომ ყავთ შვილები გაშვებული უცხოეთში დასავლური განათლების მისაღებად? ეს მინდა რომ ეს იცოდეს თვითონმა მოქალაქემ და თითოეული მოქალაქეს კონდა თუნდაც აი პროპაგანდა რომ იყო არჩევნების წინ განსაკუთრებით ჩვენ შიდა ქართლის რეგიონში გორში ამან ძალიან იმუშავა წინა საარჩევნო გულისხმობ საპარლამენტო არჩევნებს რომ ომი მშვიდობა ევროპა ეს არის და ამ დროს ვეკითხებოდით მოქალაქეებს რატომ ყავთ მაშინ საკუთარი შვილები ევროპაში დასავლეთში რატომ ცხოვრობენ ისინი და აი ეს მინდა რომ თვითონმა მოქალაქემ აი ეს კითხვა თუნდაც თავის თავს დაუსვას ხო? იცით რა არის? თავში იმიტომ თქვი რაღაც საუბარში იმიტომ გამოვიყენე ფრაზა რომ ჩვენ ველოდებით და ვაგვიანებთ. ჩვენ ესეთები ვართ ქართველები. მართლა ვართ ესეთები. აი რაღაცა ეხლა ხო ტრაგედია ხდება, აი რაღაცა საშინელება ხდება. ხალხო ჩვენზე ხომ აღარ არის საუბარი, ჩვენი თაობის ადამიანებზე, რომ აი ჩვენ რაღაცა ჩაგრავენ ან ვიჩაგრებით. აქ საუბარია ჩვენს შვილებზე, თქვენ შვილებზე, ხალხო. იმ ემიგრანტების შვილებზე, ვისაც საქართველოში ყავთ შვილები და ანუ იმიტომ რომ ყავთ რომ სკოლა დაამთავრონ და შემდეგ წამოიყვანოთ აქ თქვენ საცხოვრებელ ადგილზე თუ თქვენ მიმღებ ქვეყანაში ასწავლოთ თქვენ შვილებს და განათლებული და შემდგარი ადამიანები შემდეგ დაუბრუნდნენ ქვეყანას რომ ქვეყნის მართვაში ჩაერთოთ ამას პობენ ანადგურებენ იმიტომ რომ თითქოს მიტაცებული ყავთ ქვეყანა თითქოს კი არა მიტაცებული აქვს ქვეყანა და ერთი კაცი შეპესეთ გააქციეს საქართველოს განათლება ცოტა დააგვიანდათ კიდეც მე რომ მკითხოთ ამ განათლების რა თქმა უნდა ბჭყალების სისტემის განადგურება რადგან პირველად სავარაუდოდ ესე უნდა დაეწყოთ მაგრამ იმ დიდი პროტესტის ფონზე ამას ვერ გააკეთებდნენ ეხლაც რომ ამას მოყვეს შესაფერისი რეაქცია საზოგადოებაში და ხალხში ამას ვერ გაბედავენ და ვერ გააკეთებენ თუნდაც აი იმ გორელი პედაგოგების სკოლაში სადაც შედიან იცი სადაც ამაზრზენი ადამიანები უნდა ასწავლონ, რა უნდა ასწავლონ, სანქტ-პეტერბურგში რა მიიღეს, რა განათლება მიიღეს. აი რა ტრეინინგები ჩაატარეს. ეს არაფორმალური განათლების ტრეინინგები რომ ტარდება, ხომ? აი ეს რაღაცა ფურცლებით, ვითომ რაღაც სერტიფიკატებს რომ აძლევენ, აი ამ ფურცლებით შემდეგ უკვე შეუძლიათ პედაგოგებად იქცნენ. ევროპაში მე შემიძლია გითხრათ ბელგიის განათლების სისტემა არის უმაღლესი. აუცილებლად უნდა მიკითხა ამაზე. უმაღლესი განათლების სისტემა აქვს ბელგიას და 12 რა თქმა უნდა სკოლა შემდეგ კოლეჯი 12 წელი 12 წლიანი და ბოლონი ჩვეულებრივად მუშაობს ხო? რა არის და რა მომწონს ყველაზე მეტად ამ აკაური განათლების სისტემის მე სამი შვილი მყავს რომლებმაც დაამთავრა სკოლები და სამი დაამთავრა უმაღლესი სასწავლებლები. სკოლას რომელსაც ამთავრებ შენ სკოლის ატესტატით, ქულებით, შენ გაქვს უფლება ჩააბარო უგამოცდოთ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში. ოღონდ ეს არ ეხება სამედიცინოს, ერთადერთი სამედიცინო გამონაკლისი, სადაც აუცილებლად უნდა ჩააბარო რაღაც განსხვავებული გამოცდა. ანუ სკოლა იმ დოზით განათლებას აძლევს მოსწავლეს, რომ ეს არის დასაყრდენი საფუძველი უმაღლესში მისი ჩარიცხვისა. სემესტრებსა და სემესტრებს შორის იმდენად დატვირთულები არიან ბავშვები და ისეთ გამოცდებს აბარებენ, რომ აი მე შემიძლია ვთქვა თავისუფლად შემიძლია მათ ვუწოდო უკვე განათლებულები დღევანდელ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებთან შედარებით, რომლებიც სხედან და ვითომ მართავენ ქვეყანას, აი უმაღლესი განათლების დამთავრების ტოლფასია აკაური სკოლის განათლება. ასევე გამოცდებს არაბარებენ, როგორც გითხარით, განათლების სისტემა არის ძალიან ძლიერი, თავისუფალი და აი რაღაც ადამიანის განვითარებაზე,
დაყრდნობილი და არა თავად პედაგოგის რაღაც ესე წარმოჩინებაზე და იმის ხარისხზე და იმის ბექგრაუნდებზე. არა, არის აგრეთვე შორიმანძილით ქართულად ხო აი დისტანციური, გასაუბროთ დისტანციური სწავლებაც არის უმაღლეს სასწავლებლებში. როცა აბარებ ირჩევით, შეიძლება დისტანციურად ისწავლო, მაგრამ შემდეგ უკვე ჩვეულებრივად ჩააბარებ გამოცდას ადგილზე, შეგიძლია ესწრებოდე და ისე ისწავლოს, საკუთარ თავზეა დამოკიდებული, მაგრამ გამოცდა უნდა ჩააბარო. ყველაზე მთავარი უყურეთ, 3 წლის თავზე, როცა 3 წელის განმავლობაში შენ ჩააბარებ გამოცდა, შენ გახარობ ბეჩელორი და შენ შეგიძლია ამ დოკუმენტით დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, თუ შენ არ გინდა რომ შემდეგ გააგრძელო სწავლა განათლება. უმაღლესი განათლების სისტემა აქვს. არალეგალი ბავშვებიც კი სკოლაში უნდა დადიოდნენ. არ აინტერესებთ მათი მშობლების სოციალური მდგომარეობა, ბავშვმა უნდა იაროს სკოლაში. ყველაზე მთავარს გეტყვით, ბელგიაში არ არსებობს კერძო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ჩვენ განსხვავებით აკონტროლებს სახელმწიფო. და ვიღაცის შვილი არ არის პრივილეგირებული, თუნდაც მეფის, რომელიც ვაჟიც ჩემს უმცროს გოგონასთან ერთად სწავლობდა სკოლაში და ვერანაირად ვერ იქნება პრივილეგირებული გარდა მისი, რა თქმა უნდა, მონაცემებისა და ხარისხისა სწავლის თუ რა დოზი და რა შეუძლია გააკეთოს მან. პრივილეგირებული კასტები რომ არის ჩვენთან ქვეყანაში, ეს ვერ მოისპო, ეს გადმონაშთი იმიდან აქ კომუნისტების დროიდან მოდის და არ დასრულდა. ვერ გამოვიდნენ მდგომარეობიდან ეს ჩინოვნიკები და რატო ვერ გამოვიდნენ იცით? აი სწორედ იმ საზიზღარი და იმ მამების შვილები არიან, რომლებსაც საქართველოს არასდროს არ უყვარდათ და უყვარდათ ფული. როგორ შეიძლება იყოს ესეთი ადამიანის შვილი თუ არა იგივე რას თვითონ მისცა განათლება და რასაკვებიც მიაწოდა რომ შეეჭამა მომავალში შემდეგ უკვე თავისი და თვითონ. ვინ არის კობახიძე ვიცით, ვინ არის იქ ვიღაცები, ყველაფერი ვიცით ხომ? და მიუხედავად ამისა, კიდე ესე აპრიორი გახადეს ის, რომ ისინი არიან ბატონები და საქართველოს მოსახლეობა არიან ყმები. და რასაც იტყვიან და ხელს დაარტყავენ და ასე ბეჭედს დაუსვავენ, ესე უნდა მოხდეს თუ არა და ყველანი ციხეში. ქალბატონო ანა, მინდა გკითხოთ აუცილებლადაც თუ ემიგრაციიდან, ევროპიდან დანახული ბოლო პროცესები თუნდაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ერთი იყო ტარდებოდა ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები და მეორე საპროტესტო აქციაზე დედაქალაქის ცენტრში იდგა უამრავი ადამიანი და შემდეგ როგორ განვითარდა პროცესები, რასაც სხვადასხვა რეპრესიული კანონები მოაყოლეს თან იგივე ნიღბის ტარებაზე, პატიმრობა არა თუ ჯარიმა. ეს პროცესები როგორ არის დანახული შორიდან მაინტერესებს, თითქოს აქ შეგვაჩვიეს ამ რეპრესიებს, ხომ? ძალიან კარგი კითხვა არის და იცით როგორ არის ეგ საქმე? ვერავინ ვერაფერს ვერ შეაჩვიეს და ნახეთ რა თქვა კობახიძემ რომ არ იმუშავა ჯარიმებმა. ვერ ამუშავეს ეს რაღაცები და ვერ ამუშავეს იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობასთან დაპირისპირება არის ურთულესი პროცესი. ყველას ყავს შვილები და ვიცით რომ ეს გარდატეხის პერიოდი როგორი აქვს ბავშვებს, ხო? როგორ გვიმორჩილებენ მშობლებს და როგორ მიუყვებით მათ დინებას, როცა რა თქმა უნდა აღზრდა გვინდა რომ რაღაცა ხელში დავიჭიროთ. ანალოგიური რამ ხდება დღესაც საქართველოში, ანუ უკონტროლო არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ქვია ახალგაზრდა თაობა ჯენსი. და მათ ეს თაობა ეზიზღებათ, ეჯავრებათ. ამიტომ იჭერენ ამზე მასიურად ამ ახალგაზრდებს. და ამიტომ დააკავეს გოგონა, რომელიც ესაუბრა ეუთოს დღევანდელ თავმჯდომარეს. აი აბსურდის თეატრში ხო ვართ თავიდან ბოლომდე ვართ ამ აბსურდის თეატრში. მე ზუსტად ვიცი რომ არაფერი არ იმუშავებს. არც ეს არ იმუშავებს, არც ეს ბოლონია იმუშავებს და არაფერი ჯანდაბა არ იმუშავებს, იმიტომ რომ ხელისუფალი, რომელიც თავის მოსახლეობას, მოქალაქეებს უცქერის ზემოდან ეს უკვე დიდი ხანია ხდება. შეიძლება ძალიან ოპტიმისტი ვარ მე და რაღაც არ მეჯერება რომ ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი ამას ჩაყლაპავს. ღირსება, განათლების წართმევა არის ღირსების აყრა. ისინი რას ეძახიან ეს რაღაც ვითომ
ვითომ ეგრეთ წოდებული ომი გუნდოდათ ევროპელებს და ვერ დაიწყეს თურმე ომი, ჩვენი ქართველობის წართმევა უნდოდათ და დედა ესენი არიან ესე კედლად აღმართულები და თურმე ვერ გვართმევენ. ეს ის კედელია, რომელიც ვერ გაარღვიეს თურმე ეს კორუმპირებულები და ეს აი რა ვიცი ჩამხრჩლები კორუფციაში ბანაობენ და ძინავთ კორუფციაში და ამათ გამო ესენი ყოფილან შემაკავებელი ძალა და თურმე ეს ერთი კაცი იქ სადღაც როზის და ესე რაღაც ჯოხს იქნევს რა. ანუ იმ კაცის პრობლემა გაჩნდა დღეს იქ ზემოთ სადღაც თავისთვის იქ ჩრდილოეთში და იმ კაცს უთხრეს რომ აი ეს არ გამოგივიდა, ეს არ გამოგივიდა, ეს არ გამოგივიდა. აი ახლა ეს უნდა გააკეთო. ეს განათლება უნდა მოსპო. ეს ხალხი უნდა მოუსპო ეს განათლების ეს წყურვილი და სურვილი და თუნდაც მე ადგებიან ბოლოს და საშუალება რო არ იქნება დატოვებენ ქვეყანას და წავლენ. დიახ, ეს ეგრეთ წოდებულმა ვიღაცა რო ყოფს ეს ზაზა შათელიშვილი საზღარი ადამიანი, მან ხო თქვა რომ ვისაც არ უნდა ადგილზე წავიდესო. ანუ ეს ყველაფერი უკვე ნათქვამი იყო, უბრალოდ დღეს ამან განცხადება გააკეთა ამის შესახებ. წინაპირობები შექმნილი ჰქონდათ. ჩვენ ზაზა შათელიშვილის ნათქვამი გაგვეცინა, მე არ გამეცინა ხო, ხა ბევრს არ გაგვეცინა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა შარჟის დონეზე აღვიქვით, ხო? აგერ ბატონო, შედეგი დღევანდელი განცხადება. აგერ ვიღაცა, ესე იგი, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა უჩივლა იმას ალასანიას გიულის, იმიტომ რომ გიული ალასანი იყო და დღეს აგერ საქართველოს უნივერსიტეტი, ასე ქვია, თუ არ ვცდები, თუ შეცდომას არ უშვებ, იხურება, ხო? აი რა мотиваცია ჰქონდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს რომ უჩივლა სხვა უნივერსიტეტის რექტორს რა უნდოდა ესეთები სულ ყავდა ქართველებს ეს ორჯონიკიძეები ყორღანაშვილები აი ეს რაღაცა ცხაკაიები სულ ყავდა ხო აი რაღაცა მგონია რომ დეჟავუში ვარ და ესენი ახლიდან გაწოცხობდნენ და ესენი დადიან დღეს საქართველოს ქუჩებში შემდგომ პროცესებს როგორ ხედავთ, როგორ უნდა წარიმართოს პროცესები, რას ფიქრობთ თქვენ? იგივე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას გულისხმობთ, რა უნდა გავაკეთოთ ხალხს? რომ ჩვენ ემიგრაცია და ემიგრანტები, ხომ, ერთი წუთით, ერთი ნაბიჯით არ ავიხებთ უკან და ჩვენ საკეთებელს, რა თქმა უნდა, რის შესაძლებლობაც გაგვაჩნია მიმღებ ქვეყნებში ყველაფერს ვაკეთებთ. აგერ შექმნილია პლატფორმა 2025, სადაც ვართ ემიგრაციიდან ძალიან ბევრი ორგანიზაციები და პლატფორმები გაერთიანებულები და ზიასიაზეც ვიმუშავეთ, ბათუმელებთან იქ და სასანქცირებელთა სიაზეც, ოღონდ ჩვენ არ ვართ გამსჭვალული, ესე ვთქვათ, აი ანგარიშ სწორებით, ან რაღაც ბოროტული განზრახვა არ გვაქვს, რომ აი მე ვიღაცა არ მომწონს და აი ეს ახლა ამ სიაში უნდა იყოს. არა, ჩვენ ვასაბუთებთ აი ზოგიერთი ადამიანის და ადამიანთა რაოდენობას იმ სიაში, ანუ რატომ იმსახურებენ ისინი. ჩვენ ამ მიმართულებას არ გავაჩერებთ, ჩვენ მივდივართ აუცილებლად ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, იმიტომ რომ წარმოუდგენელია სუნთქავდეს საქართველოს ევროპული განათლების, ევროპული დემოკრატიისა და ადამიანზე მორგებული პრინციპების გარეშე. მე არ ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია პირადად რა, ვერც ქართველი ხალხი ვერ წარმომიდგენია ესე ადვილად მიიღონ აი ეს ბოლივიის ბოლონის პროცესიდან გამოსვლა. ეხლა აქედან ჩემგან დანახული საქართველოს მე ძალიან 100-ჯერ, მილიონჯერ და მილიარდჯერ ბოდიშს ვიხდი ხოლმე რომ მე ფიზიკურად არ ვარ ჩემი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე ფიზიკურად ვერ ვარ დღეს ქართველებთან ერთად და ვერ ვარ იმ რუსთაველზე ჩემს ქართველებთან ერთად მაგრამ რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ყველანაირი საშუალებებით გვერდით უდგევართ პროტესტის პროცესს. არ უნდა გაჩერდეს პროტესტი, ძალიან ბოდიშს მოვიხდი კიდე და მინდა რომ ბოდიში ადგილამდე მივიდეს, ეხლა არ მინდა მე ვინმეს მოუწოდო ის გააკეთე, რისი გაკეთებას მეც შემიძლია და აუცილებლად მეტყვის მავანი რომ მობრძანდი და შეძდადი ჩვენთან ერთად და მართალიც იქნება, როგორც კი საშუალება მექნება, აუცილებლად ჩამოვალ და დავდგები და ვიდექი როცა მქონდა ამის საშუალება, უბრალოდ არ უნდა შეჩერდეს პროცესი და მე ვფიქრობ რომ აი თქვენთვის ჟურნალისტებმა საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე წევრებმა აუცილებლად უნდა ხშირად ისაუბრონ ამ თემაზე რას კარგავს ქვეყნის მომავალი ახალგაზრდობა აი ამ მე-12 კლასის განათლების გარეშე დარჩენის შემთხვევაში ამ თემაზე არ უნდა გაჩერდეს მსჯელობა არაფრით არ შეიძლება თორემ აი ეს თემაც თუ დავკარგეთ ხო მაშინ ჩათვალეთ რომ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ
და სადღაც აი 10 წლის შემდეგ კი არა, ის 10 წელიც აღარ გრჩება რეზერვში უკვე რომ ვიყოთ ქართველები. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა დღეს რომ ვინ გვარგართმევთ ქართველობას, იცით ჩემო ქართველებო, კობახიძე და მისნაირი დროიძეები. აი ისინი გართმევენ ქართველობას, ვინც თქვენ შვილებს წაართვა დღეს უკვე გაცხადებული მომავალი დასავლეთში მიიღონ სწავლა-განათლება. ეს დუგინისა და გავრილოვის ხელის ბიჭები გართმევენ ხალხო მომავალს და ქართველობას. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე დააჯარიმეს 5,000 ლარით და გავრილოვს უმასპინძლეს. სავარძელში ჩააბრძანეს და მერე ელარჯები უწელეს კიდე. აი სად ვართ ამას თუ ვერ ვხვდებით, მაშინ ღირსმინ ყოფილ ვართ იმისი, რაც იქნება შემდგომში. მე მინდა ქართველ დედებს უთხრა, ხალხო, დედებო, ჩვენ ხო უდიდესი ტვირთი გვაქვს აკიდებული ცხოვრებაში, რომ ჩვენი შვილები აღზარდოთ, მარტო არ გავზარდოთ, აღზარდოთ და მივცეთ ის რის საშუალებაც გაგვაჩნია. და ჩვენ რის საშუალება გაგვაჩნია ემიგრანტებს ემიგრაციაში, ეს არის უზრუნველყოთ მატერიალურად ჩვენი შვილების სწავლა-განათლება. თუ ამასაც ართმევენ თქვენს შვილებს იქ საქართველოში, მაშინ თქვენ აქ რა გინდათ ემიგრაციაში? რისთვის ხართ? ატეკით, წადით და მოითხოვეთ ის ყველაფერი ისე როგორც გეკუთვნით იმ ქვეყანაში და არა იქ სადაც ცხოვრობთ. მე ხოც ემიგრანტებსაც მინდა იგივე უთხრა, რომ ისინი უფრო ცუდ სიტუაციაში არიან ამ შემთხვევაში, რადგან ხმასაც კი ვერ იღებენ. აი როგორც კი ეს რაღაც აგენტებად მოუნათლეს და რაღაც ეს ჩემი პოსტი დაიდო, მე შემიძლია გითხრათ, ალბათ 15-20 ადამიანი არის დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ხარდამჭერ, რომლებისგანაც პირველი ეს მესიჯები შემომივიდა. მართალია, ანუ მადლობა მდობისთვის, რასაც ვეუბნები და ვუხსნი ამას იჯერებენ, მაგრამ რისი ეშინიათ ამას ვერ ვიგებ. მართლა ვერ ვიგებ. მაგრამ ის შეიძლება იმიტომ ვერ ვიგებ, რომ მე მაგალითად არ მყავს არავინ საქართველოში, ვისაც მიადგებიან და ეთქვიან, რომ ხა იმ ქალმა ენა გააჩუმოს იქ თორე არ შერას გიზავთო რა. გასაგებია. მაგრამ როცა საქმე ეხება ჩვენს შვილებს, მათ მომავალს არ შემიძლია და ვერაფრით ვერ დამარცხნევს ვერავინ, რომ დედამ ხმა არ მოიღოს. სწორედ დედებმა უნდა ამოიღონ დღეს ხმა, რომ გადარჩნენ მათი შვილები სადღაც მოსკოვში თუ სანქტ-პეტერბურგში წასვლას და იქ ეგრეთ წოდებული განათლების მიღებას. არ დაგავიწყდეთ, ისიც მინდა აქვე ვთქვა, რომ ესენი როგორ თქვა, საფუძველს, ესე იგი პლატფორმას უქმნიან დღევანდელ ჩრდილოელ მეზობელს ოკუპანტს, რომ შემდეგ შესაძლებელია ეს ხალხი, რომლებსაც ამზადებენ ესე რუსეთისთვის და რუსული განათლებისთვის, იმ ჯარშიც მოხვდნენ, სადაც ადრე მიყავდათ რუსეთში და შემდეგ რამდენი ხალხი იხოცებოდა იმ ომებში. აი ესეც არ უნდა გვავიწყდეს. რატომ კეთდება ეს ყველაფერი? აი ეს ღრმა ანალიზის საფუძველზე ბოდიშჩოვსკი და გავკანდრი ერთი დღეს ამდენი ვისაუბრე განათლებაზე და ჩემზე კი არა მე ვინ ვარ იმ ადამიანებთან იმ დონეზე ჭკვიანა განათლებული საზოგადოება ყავს საქართველოს და ისინი ისაუბრებენ სავარაუდოდ, ხო? მიზან მიმართულად იმარხება და ნადგურდება საქართველო. მაშინ როდესაც იშვერენ დასავლეთისკენ. ჩამოვთვალოთ, რამდენი ადამიანის განათლება უზრუნველყო დასავლეთმა, ევროპამ, ამერიკამ, რამდენი გრანტია გაცემული, რამდენმა ადამიანმა ახალგაზრდამ მოიწყო და შედგა როგორც პიროვნება დასავლეთში გასწავლა განათლების შემდეგ. ნუ თუ ეს ყველაფერი ჰაერზე უნდა გაქრეს და არავის აღარ უნდა ახსოვდეს. მეჭუ მეპარება, მაგრამ აქაც მოახდინეს დაყოფა, ანუ ჩვენ ვართ ბატონები, თქვენ ხართ ყმები. იმიტომ რომ ყმის შვილს არა აქვს თანხა რომ გააგრძელოს სწავლა და ვისაც უნდა იმან გააგრძელოს, ანუ ვის უნდა, ვისაც ფული აქვს, ხო? ფული ვის აქვს? თვითონ, ვინც იპარავენ. უღრმესი მადლობა ქალბატონო ანა საინტერესო საუბრისთვის, თქვენი დროისთვის, მართლაც მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა. რაც ეხება ახალგაზრდეს მომალთაობას, ეს არის განათლება ხომ პირველ რიგში. დიდი მადლობა. მე ერთ შემიძლია დედებს უთხრა, ის ვისი უფლებაც მაქვს, რომ დედებო, აი ჩვენ ემიგრაციაში მყოფი დედები ვიგულეთ თქვენს გვერდით.
რითიც და როგორც შეგვიძლია, აი გთხოვეთ რა შეგვიძლია და იმას გავაკეთებთ აქედან, ოღონდაც არ მისცეთ ამ ქვეყანას უკან დაბრუნდეს იმის საშუალება. გეხვეწებით, გემუდარებთ, არ მისცეთ ამ დროზე მორგებულ ქვეყნის მოღალატეებს იმის საშუალება, რომ თქვენი შვილები დააბრუნონ სადღაც 90-იანებშიც არ ვიძახი, ალბათ უფრო უკან მიმიდიან და ბრუნდებიან. მაპატიეთ მოდის ვიხდი ემოციებისთვის და ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა, რომ ახლა საშუალება მომეცით ეს ყველაფერი აღწეროთ. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა და გეშვიდობებით ქალბატონო ანა. დიდი მადლობა. მადლობთ ქალბატონო, კარგად გრძელდებოდეთ. მაყურებელს ჩვენ გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა მომავალ გადაცემამდე დაგემშვიდობებით.